როგორ ამოვიცნოთ ცუდი უძრავი ქონების აგენტი? ნაწილი 5. თუ თქვენ ეძებთ უძრავ ქონებას ყიდვით და ურეკავთ აგენტს, ანუ განცხადებას ნახულობთ, ურეკავთ აგენტს და ეკითხებით. შენობას შესასვლელი რა მხრიდან აქვს? ან ეკითხებით ფანჯრების საით იყურება? ან ეკითხებით ბინაში რა რჩება, რა არ რჩება? ან არ ვიცი, რამეს რაც ეხება ბინის ვიზუალს ან ბინის ტექნიკურ ზოგად დეტალებს. და გპასუხობთ, არ ვიცი, გადმოგირეკავთ, ცოტა ხანში გადმოგირეკავთ და გეტყვით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს უძრავი ქონების აგენტს ქონება ნანახი არ აქვს. არა თუ თვითონ არ აქვს ნანახი, არამედ გარშემო არ ყავს არც ერთი ადამიანი, ვისაც ეს ქონება ნანახი აქვს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი აგენტი, რომელსაც თქვენ დაუკავშირდით, არ არის პროფესიონალი აგენტი და არის უბრალოდ დამკოპირებელი აგენტი. რას ნიშნავს დამკოპირებელი აგენტი? არის აგენტი, რომელსაც სამსახურში აქვს გეგმა დღეში დაპოსტოს 10 ქონება. მერე რა რომ ნანახი არ აქვს. მერე რა რომ ფასი ბაზარს ცდება და აზრი არ აქვს ამ ქონების გამოტანას. მერე რა რომ პრობლემური საბუთები აქვს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის რომ დღეში დადოს 10 განცხადება. ამიტომ ასეთი აგენტი არის არაპროფესიონალი აგენტი. ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამონაკლისები არსებობს, მაგრამ თუ ნანახი არ აქვს, უკვე არაპროფესიონალია. ამიტომ თუ თქვენ გინდათ იყიდოთ მხოლოდ ისეთი ქონება, რომელიც ადამიანს აქვს ნანახი, საბუთები გადამოწმებული და იცის, რასაც აკეთებს, მაშინ გამოიწერეთ საკვირა პროფერტის და ყოველთვის ნახოთ მხოლოდ იმ ქონებებს, რომლებიც ჩვენი ხელით არის გადაღებული, ჩვენი თვალით არის ნანახი და ჩვენი იურისტების მიერ არის შემოწმებული.